სტუდიაში მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, აუცილებლად მოვიკითხავ თქვენი ეთერით პოლიტპატიმრებს, ჩემი გუნდის ლიდერებს, მზია ამაღლობელს, ნინო დათაშვილს და ვუსურებ მათ მხნეობას და სახლში მალე დაბრუნებას. რაც შეეხება ანა დოლიძის გადაწყვეტილებას, მინდა გითხრათ, რომ ლევან ცუცქირიძე და ანა დოლიძე ორივე იყო ჩვენი კოალიციის პარტნიორები. ჩვენ ერთად ძალიან ბევრი საინტერესო და რთული პროცესი გავიარეთ და მე მინდა ვთქვა, რომ ყოველთვის ვუსურვებ მათ წარმატებას ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეში. ჩვენ დღეს რომ განსხვავებულად ვხედავთ რაღაცებს, განსხვავებულად წარმოგვიდგენია, განსხვავებული ბრძოლის მეთოდები ავირჩიეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ვინმეს კრიტიკას დავიწყებ, არა, პირიქით. პირიქით ვიტყვი, რომ დრო აჩვენებს, რომელი გადაწყვეტილება იყო სწორი და ამას დავინახავთ, მე ვფიქრობ, ბოლო 2-3 თვის განმავლობაში. თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი ბუნებრივია ხა ადამიანს რომ ეგონოს რომ ის არასწორ და მცდარ გადაწყვეტილებას იღებს, ალბათ მინიმუმ ცვლილების სურვილი ექნებოდა. თქვენ ფიქრობთ, რომ ახლა სწორი გზა არის არჩევნებში მონაწილეობის გზა? ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა სწორია, მაგრამ ძალიან სერიოზული დაპირისპირების ფონზე ხდება ამ გზის გავლა, მათ შორის ძალიან აქტიური ადამიანების მხრიდან, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ თუ არა, აი ცოტა ხნის წინ თანამოაზრეებად, თანამებრძოლებად მიიჩნეოდით, ანუ არის თუ არა კიდევ სხვა ტიპის გამოწვევები ამ პროცესში თქვენთვის? ის რომ დღეს საერთო დაპირისპირების ფონზე მიდის და ძალიან სამწუხაროა, რომ ხშირად ოპოზიციის ნაწილი გვაკრიტიკებს და გვიპირისპირდება, ამაზე პასუხისმგებლობას აბსოლუტურად ვიხსნით ჩვენ და ჩვენი გუნდი, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი ვეცადეთ, რომ ბრძოლა ყოფილიყო ერთიანი და ყოფილიყავით ბევრად უფრო ძლიერები და გამარჯვება ყოფილიყო ბევრად უფრო მარტივი, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც ყველამ არ მოინდომა ამ ბრძოლაში შესვლა. პირველ რიგში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ეს ეგრეთ წოდებული არჩევნები, ეს არ არის უბრალოდ არჩევნები და ეს არის ბრძოლის მეთოდი. ჩვენ არანაირად არ გამოვრიცხავთ პროტესტის გაძლიერებას და ჩვენ მას ვაკეთებდით, არანაირად არ გამოვრიცხავთ და პირიქით ძალიან აქტიურები ვართ ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე და ამას ხედავს საზოგადოება და ჩვენ ასევე დამატებითი ბრძოლის მეთოდად და ხერხად მივირჩეთ ამ არჩევნებში მონაწილეობას, იმიტომ რომ ყველა დამეთანხმება, ვისაც გამოცდილება აქვს საარჩევნო პროცესში მონაწილეობის, ეს არის ის პერიოდი, როდესაც მოსახლეობა ბედავს და გამოდის პოლიტიკოსებთან სალაპარაკოდ. ეს არის ის პერიოდი, როდესაც ადამიანები თუ დავუშვათ სხვა შემთხვევაში ისინი ჩუმად არიან, ეშინიათ და ასე შემდეგ, ეხაც შეიძლება რა თქმა უნდა ზოგი დაშინებულია, ზოგს სამსახურის დაკარგვის ეშინია, მაგრამ მათ მაინც ძლევთ ცნობის მოყარეობა და მათ მაინც აქვთ ინტერესი, რას ეუბნება ესა თუ ის პოლიტიკური ძალა. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, პოზიტიურად ეს მათი დამოკიდებულება და ჩვენ მათ უნდა ვესაუბროთ. ჩვენ მათ არ უნდა ვესაუბროთ მხოლოდ გზებზე, მხოლოდ იმაზე, რომ სოფელს წყალი არ აქვს, მხოლოდ სხვადასხვა სოციალურ პრობლემებზე, ამ პრობლემებთან ერთად და ამ პრობლემების გადაჭრის გზებთან ერთად ჩვენ აუცილებლად უნდა ვესაუბროთ თითოეულ ადამიანს, ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და გავაგებინოთ თუ რა დღეშია ჩვენი ქვეყანა. გავაგებინოთ რეალურად რა ხდება და გავაგებინოთ წინა გამოსტომარი ამბობდა, რომ ეს უნდა შეიცვალოს. პრობლემებზე ლაპარაკს სწორედ აი ამ ბოიკოტის და არ მონაწილეობის პროცესშიც ისინი აქტიურები იქნებიან მოქალაქეებთან. კომუნიკაციის დროს. ანუ მაინც ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი მისამართით ეს თავდასხმები, რაც არის ამ გადაწყვეტილების გამო, უკავშირდება იმ მაინც ასე ვიტყვი არათანმიმდევრულობას, რომელიც წინა არჩევნების შედეგების არცნობას, არაღიარებას, მანდატების დათმობას, არალეგიტიმურად გამოცხადებას მთავრობის, პარლამენტის, პრეზიდენტის და აი ამ გზიდან რაღაცნაირად გადახვევად იქნა მიჩნეული გადაწყვეტილება არჩევნებში შესვლა. იცი რა, ერთია როგორ იქნა მიჩნეული და რა კატეგორიის და რა მოსაზრებების ადამიანები თვლიან ასე და მეორეა რა არის რეალობა. ის რომ ჩვენ დავთმეთ მანდატები და უარი ვთქვით პარლამენტში შესვლაზე, ამან ძალიან დიდი საქმე
გააკეთა საერთაშორისო ასპარეზზე და მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ ჩვენი მონაპოვარიც, რომ როდესაც ევროპარლამენტმა გააკეთა განცხადება, ხელისუფლების მოსურნე ადამიანი ისევ ოცნებას უყურებს მეტი ძალაუფლებით, მეტი რეპრესიული შესაძლებლობებით, სადმე სხვა მთავრობა გვყავს, აი დიდი საქმე გააკეთა, დიდი საქმე გააკეთა არალეგიტიმურად ცნობაში ჩვენი დღევანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების, იმიტომ რომ არავინ მათ არ აღიარებს. რამე ეშლება ხელი რამეში ახლა არალეგიტიმურს არა, ეშლება აუცილებლად. ნახეთ, მარტო ჩვენ არ უწოდებთ, მათ არავინ არ ელაპარაკება და ჩვენ გვაქვს ევროპარლამენტის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ლეგიტიმაცია დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში და მხოლოდ იმ მონაკვეთში, როდესაც ჩაინიშნება საპარლამენტო არჩევნები. ეს არის ევროპარლამენტის რეზოლუციები, ასე ვთქვათ, სავალდებულო ევროკომისიისთვის და ევროკავშირისთვის არ არის, ევროპული საბჭოსთვის, თუმცა კი ეს სარეკომენდაციო ხასიათი ეს არის, კი, მნიშვნელოვანი არის ევროპული პოლიტიკის, ასე ვთქვათ, ნახეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი, თუნდაც იქიდან გამომდინარე, როგორ ითხოვს და იხვეწება ქართული ოცნება იმაზე, რომ თუნდაც ჩვენ ქვეყნის შიგნით ვაღიაროთ და იყვნენ ისინი ლეგიტიმურები. ისინი მიდიან ყველანაირ სამარცხვინო შეთავაზებაზე, ყველანაირ მუქარაზე, ანუ სხვადასხვა ფორმებს და ზომებს იყენებენ იმისთვის, რომ თუნდაც ქვეყნის შიგნით ჩვენ ვთქვათ, რომ ისინი არიან ლეგიტიმურები. ამიტომ ეს ძალიან ცხადყოფს, რომ ისინი არ არიან ლეგიტიმურები და მათ ეს აწუხებთ. ცხადია აწუხებთ. და კიდევ არჩევნებთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა დავამატო ერთი, ფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და მიმართავ ამ შემთხვევაში ბოიკოტისტებს და მათი პასუხის მოსმენას შემდეგ ალბათ მექნება შესაძლებლობა, რომ სხვა ეთერებში მოვისმინო. დაუშვათ დარჩა ყველა ბოიკოტში, რა ხდება და რომ ჩაინიშნება საპარლამენტო არჩევნები, ამისთვის ჩვენ რამდენად მომზადებულები ვიქნებით. ეს ეგრეთ წოდებული არჩევნები ერთ-ერთი საშუალებაა სწორედ საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებისა, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული რატომ არის, ასე მიიჩნევთ? რაზე მეკითხები? ეს ეგრეთ წოდებული არჩევნებიო. ხო, იცი რა, ეს ეგრეთ წოდებულ არჩევნებად მივიჩნევ, იმიტომ რომ ეს არ არის იმ ხელისუფლებიდან და არ იქნება დანიშნული, რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ. ხო, მაგრამ ეს არის მოცემულობა და ჩვენ ეს მოცემულობა მაქსიმალურად ამ ქვეყნის სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ და ამიტომ ვამბობ იმას, რომ ეს არჩევნები, ამ არჩევნებში შესვლა იქნება მოსამზადებელი პერიოდი საპარლამენტო არჩევნებისთვის და ბოიკოტისტების აზრი სწორედ აქ მაინტერესებს, რომ თუ ისინი ბოიკოტში ყოფნას აპირებენ. ბოიკოტით მიდიან საპარლამენტო არჩევნებამდე, ასე ჩანს, იმიტომ რომ შეიძლება არ აქვთ კატეგორიული გადაწყვეტილება, რომ არ იქნებიან არჩევნებში. ხდები კი, გავიგე. ესე იგი, იმ შემთხვევაში და იმ დროს, როდესაც მოცემულობაა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არის ვაკუუმში. საერთოდ ვერ უყურებენ თუნდაც TV პირველს, არ იციან, არ აქვს წვდომა ნორმალურ მედიაზე და უსმენენ მხოლოდ ტელეკომპანია იმედს. ეხლა წარმოიგიდგინეთ, რომ ბოიკოტისტები მოივლიან მთელ საქართველოს და ისინი აუხსნიან, რომ პარლამენტის არჩევნებში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა. ძალიან სასაცილო სიტუაციაში ვარდებიან, თუ მიხვდებიან თვითონ. ჩამოივლიან და ეტყვიან არ უნდა მიიღოთ. დაინიშნა უცბად საპარლამენტო არჩევნები. მერე თავიდან ჩამოივლიან და ეტყვიან, რომ ეხლა უნდა მიიღოთ. ანუ არარეალურია. თქვენ წარმოგიდგენიათ რა რაოდენობის რესურს, რა ხელა ფიზიკურ, ადამიანურ, ფინანსურ, რამდენნაირ რესურს მოითხოვს. ეს ფაქტორი არის. ეხლა ადამიანი რომ მოვა ჩემთან, ივანიშვილის მართველობა ქვია ახლა ამას ბუნებრივია პირობებში და მეტყვის რომ არჩევნებში არ გაბედო, არ წახვიდე, ეს არ იქნება სწორი და შემდეგ ივანიშვილის პირობებში, შეცვლილი წესებით ამ ივანიშვილის პირობებში, სხვა არჩევნებში იქნებ მოხვიდე და ხმა მომცე, ეს არის ამაში რაღაც ცოტა გაუგებარი იქნება. ცოტა გაუგებარი არა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დააბნევენ საზოგადოებას და ასევე ვურჩევ მათ, რომ იმის ნაცვლად, რომ იმათ დაგეგმონ ისეთი ნაბიჯები, რომელიც დააზარალებს ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილებას, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, კარგად დაფიქრდნენ, რა უფრო გააძლიერებდა პროცესი, იმიტომ რომ მათზეც არის ის მდგომარეობა, მათ პასუხისგებლობაზეც არის, ჩემ ანუ ყველას პასუხისგებლობაზეც არის, რა ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში. აი თუნდაც გავიხსენოთ ერთი კვირის უკან რა მოხდა სადგურის მოედანზე, ხო? მოხდა დატრიალდა ტრაგედია და ეს ტრაგედია დატრიალდა მხოლოდ იმიტომ, რომ ცოტა ხნით ადრე შესაბამისი გადაწყვეტილება
გადაწყვეტილება არ მიიღეს შესაბამისმა კომპეტენციის თუ ვალდებულების თანამდებობის პირებმა. ხო, არ მოხდებოდა ეს ტრაგედია თავის დროზე, რომ იქ შემოესაზღვრათ თუნდაც და ის ბიზნესი გაეყვანათ პირველი საფრთხიდან, რაც სწორედ დღეს გამოსახლება რომ იყო, ეხლაც გრძელდება იქ ხმაური და დაპირისპირება, რაღაც მომენტში შემოვიყვანთ ჩვენ ამ კადრს. მინდა კითხოთ აუცილებლად, შემდეგ რომ ვერ მოვასწრო, არის თუ არა ვინ შეიძლება იყოს მერობის კანდიდატი ან რაღაც შეთანხმება ამ თემაზე, იმიტომ რომ თქვენი გუნდის, თქვენ ხომ ხართ ძლიერ საქართველოს შემადგენლობაში ალეკო ელისაშვილთან ერთად, ალეკოზე არის თუ არა ამ ხრივ საუბარი, რომ იყოს მერობის კანდიდატი? დიანა, ამ მოცემულ მომენტში არის დისკუსია და ძალიან ბევრი კანდიდატი განიხილება ბევრი მიმართულებით. შესაბამისად, მე დღეს რომ რაღაც დაგიდასტუროთ ან არ დაგიდასტუროთ, უბრალოდ არ მაქვს მზა და მწიფე ინფორმაცია ხომ ხვდებით, იმიტომ რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. და დავამთავრებ რა იმასთან დაკავშირებით, რადგან ქალაქის მერზე უნდა მეთქვა ის, რომ მას რომ თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება, ეს ორი ადამიანი არ დაიღუპებოდა, ეს ტრაგედია არ დატრიალდებოდა, ისევე როგორც ბევრი სხვა ტრაგედია, რომელიც ამ ქალაქმა ნახა, ჩვენი ქალაქის მერის უპასუხისმგებლობიდან გამომდინარე და მე მინდა ვკითხო იგივე ბოიკოტში მყოფ პარტიებს. ანუ ამ მერის და ამ ვისაც წარმოადგენს ეს ჩვენი ქალაქის მერი, ამათ ამარავტოვებთ ამ ადამიანებს, ანუ ის რომ ჩვენ არ ვიწყებთ მუნიციპალიტეტებზე საუბარს, ამ პრობლემებზე საუბარს და დავრჩით ბოიკოტში, ჩვენ ესე უნდა ვუყუროთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე რა ხდება. ანუ კახი კალაძის და მისნაირების ამარა შეიძლება რომ დავტოვოთ. ანუ ჩემი კითხვა. კი ბატონო, კეთი, მოდი მივადევნო თვალყური რა ხდება თვალჭრელიძის ქუჩაზე.